მოგესალმებით ყველა, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და რისთვის. დღეს ამ პოზიციაზე გავშლით, თქვენ წინაშე არის პოზიციები, ერჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერში. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც და ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც ვიდეოს უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით და პირველ რიგში გავიგოთ, ვინ გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯს და რა თქმა უნდა, მერე გავიგებთ თუ რისთვის. თქვენსკენ ნაბიჯს გადმოდგამს ადამიანი, რომელიც თავისუფალი არ არის. მის ცხოვრებაში არსებობს რაღაც ურთიერთობა, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ოჯახი, ზოგისთვის შეიძლება უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ რაღაც პასუხისმგებლობა აკავშირებს სხვა ადამიანთან. ეს არის პიროვნება, რომელიც იმყოფება სტატუსში და აქვს რაღაც ვალდებულებები ორი მიმართულებით. ერთი მიმართულებით შეიძლება თქვენთან რაღაც ვალდებულებები აქვს და ან უნდა რომ ჰქონოდა ან აპირებდა და მეორე არის ვიღაც სხვა მეორე ადამიანი, ხო? ანუ ესეთი პიროვნება დგამს თქვენსკენ ისევ ნაბიჯს თუ რაღაც ურთიერთობა გააჩერეთ ან გათიშეთ მასთან კავშირი. აქ ადამიანი ბრუნდება. პირველ რიგში მისი თვალით დანახული თქვენ, ხო? რეალურად არსებობს კონკურენტი, ეს ფაქტია და ვერ საწავალთ, მაგრამ მის თვალში უკონკურენტო ხართ და მისი გული თქვენ გეკუთვნით, თქვენ ამოხდით როგორც იმპერატრიცა, იმპერატორი ქალი, დიდ ზეგავლენას ახდენთ დღემდე მასზე, მის ემოციებზე, მის კონტროლზე, მის ვნებაზე, ფიქრზე, ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ, მაგნიტივით იზიდავთ. ვერაფრით ვერ დაგივიწყებთ ეს ადამიანი, იმპერატრიცას დავიწყება, ფაქტიურად შეუძლებელია. ფიქრობს, რომ უფრო და უფრო ლამაზდებით, რაც დრო გადის და ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება ფიქრობთ, რომ მასაკი გემატებათ და მასზე ზეგავლენა არ აქვს, ანუ მისთვის უფრო ლამაზი ხართ, ვიდრე შეიძლება 10 წლის წინ. და სხვათა შორის აქ რაღაც თქვენი თავდაჯერებულობა იმატებს ამ პიროვნების ნაბიჯის გადმოდგმის შემდეგ, შეიძლება თქვენი ეგო ამაღლდეს უფრო, ან თქვენი თავდაჯერებულობა საკმაოდ გაიზარდოს. აქ ისედაც ხართ იმის განწყობაზე, რომ საკუთარი იმიჯი შექმნათ, ლამაზად ჩაიცვათ, თავს მოუაროთ. შესაძლოა ესეთი პატარა 4 ფეხა მეგობარიც გაიჩინეთ და ძალიან კომფორტული ცხოვრება მოიწყეთ. მაგრამ ამ პიროვნების გამოჩენა თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის. იმიტომ არა რომ თქვენ გახდებით მასზე დამოკიდებული და მის SMS-ებს დაელოდებით და დარჩი იქნებით თუ არ მოგწერათ. უბრალოდ რაღაც შეიძლება პაზლის ერთი ნაწილი რომ აკლდება სურათს, რომ მთლიანობა შეიქმნას, უბრალოდ ესეთი ნაწილი აღმოჩნდეს ამ პიროვნების თქვენს ცხოვრებაში გამოჩენა, რომ ყველაფერი ისედაც გაქვთ, მაგრამ მისი გამოჩენა საჭიროა. კარგით, მოდი ვნახოთ თვითონ რისთვის ბრუნდება, თვითონ რისთვის ბრუნდება. იმიტომ რომ თქვენთან თავისუფლება, თქვენთან ისეთი არის, როგორიც არის. თქვენ შეიძლება მისი კომპლექსები გაანთავისუფლეთ.
რეალობა დაანახეთ, გააშიშვლეთ, საკუთარ თავს შეიძლება ისე კარგად ვერც კი იცნობ და სანამ თქვენ უბრალოდ შეგხვდებოდათ. ანუ თქვენში იპოვა ამ ადამიანმა რაღაც თავისუფლება, მიხვდა რომ ჩარჩოების გარეთაც შეიძლება ცხოვრება. უბრალოდ ბოლომდე რაღაც რომ გააკეთოს, შეიძლება ჯერ ამაში ღრმად თავდაჯერებული არ არის. მაგრამ მიხვდა რომ აბსოლუტურად სხვა რეალობა ჰქონდა და რაღაც ჩარჩოში იჯდა და მისი რეალური მოთხოვნილებები და ცხოვრების სტილი ან ტემპი აბსოლუტურად სხვა არის და ის ის შეგრძნებების გამეორება სურს მას. თქვენ რაღაც ისეთი დაანახეთ პირველ რიგში საკუთარ თავში, რომ მას ძალიან დიდი გარდატეხა, მასზე ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინეთ და დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ არის ახლაც და თითქოს იგივე შეგრძნებების მიღების ძალიან დიდი სურვილი აქვს და თქვენ ერთადერთი წყარო ხართ, რომელსაც შეუძლია რომ იგივე თავისუფლება მისცეს. არ ვიცი ეს თქვენ ახლა რა ფიქრებში ხართ და თქვენ რა გეგმები გაქვთ მასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პოზიცია იქნება ასეთი. დაგემშვიდობებით ჩემო-პირველებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე და თქვენ შემთხვევაში ჩემო-მეორეებო გავიგოთ ასეთი რამ, ვინ გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯს და რისთვის მოდის. აქ არის ესეთი ვიტყოდი რომ ბრმა ნაბიჯი. შეიძლება რაღაცა იმპულს ახვეს ადამიანი, ან დალიოს, ან რაღაც თრობაში იყოს და უცებ გადაწყვიტოს რომ გამოვიდეს კონტაქტზე. აქ არის ადამიანის გაურება. როდესაც ამდენ ნიღაბს ირგებს, შეიძლება ურთიერთობაშიც ესეთი პიროვნება არის, რომ ბევრი ნიღაბი მოირგო. ან საკუთარი თავი ჯერ ნაპოვნი ბოლომდე არ აქვს, არ ყავს, შეიძლება არ სამსახური აქვს, რაღაცა გადარბენაზე მცხოვრები პიროვნება არის, რომელიც რაღაც მუდმივად თინეიჯერობის პროცესს გადის და ყოველთვის ჯერ კიდევ თვითგანვითარებაში და საკუთარი თავის შეცნობაშია და ურთიერთობაშიც დიდად შეიძლება ბევრი არაფერი გაიგებოდეს, მაგრამ რატომ მოვაყოლე ამდენი, ხო? ეს არის სპონტანური ნაბიჯი, რომ რაღაცა შეამოწმოს, რაღაცა გადაამოწმოს. მოგიკითხოთ, მაგრამ შეიძლება დამალოს თავისი ვინაობა და ფეიკით მოიწეროს, ან მეგობარს აკითხინოს თქვენზე რაღაც. ან უბრალოდ ზარები შემოვიდეს თქვენთან და გათიშოს, უბრალოდ თქვენი ხმა გაიგოს. რაღაცა პირდაპირ ნაბიჯი არ არის, ნახეთ როგორ არის, ან არის ესეთი ვარიანტი, რომ ფეიკები არის, ან უბრალოდ ზარის მეშვეობით იგებს თქვენს ხმას თიშავს და არ აჩენს თავის სახეს თუ ვინ არის. ან შეიძლება იყოს აქ ესეთი რაღაც, რომ სულ სხვა მიზეზით რეკავდეს თქვენთან, ან მოგწეროთ და სულ სხვა რაღაც მოიმიზეზოს, რომ ამის გამო გიკავშირდები, ხო, რაღაცა დამალული მოტივი. კარგით, რეალურად ვნახოთ აბა. რისთვის მოდის ეს ნაბიჯი, რისთვის დგამს თქვენსკენ ნაბიჯს, ვერ ეგუება თქვენთან ფინალს. შეიძლება ისეთი ისტორიაც იყოს აქ, რომ თვითონ იყო ურთიერთობის დასრულების ინიციატორი, არც ეს არის გამორიცხული, ზოგიერთ თქვენთან შემთხვევაში თქვენ დაასრულეთ მასთან ურთიერთობა, შეიძლება თვითონაც დაასრულა ეს ურთიერთობა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეიძლება ძალიან ამაყად გავიდა ამ ურთიერთობიდან და უკან მობრუნება არ უნდა, იმიტომ რომ ესეთი სიტყვები თქვა, რომ აღარასდროს დაგირეკავ, ჩემზე უკეთეს ვერ ნახავ და ასე შემდეგ და ან პირიქით შეიძლება გითხრათ, რომ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, კონტაქტი და ახლა აღარ იცის თავისი ნათქვამი უკან როგორ წაიღოს, შეიძლება ესეთი სცენარი იყოს. უბრალოდ აქ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება, რისთვის დგამს ამ ნაბიჯს, რომ ვეკითხებით, ვერ ეგუება უთქვენობას, ძალიან განიცდის. შეიძლება თვითონაც
ვერ მოზომა ეს, რამდენად მტკივნეული იქნებოდა ამ ურთიერთობის გარეშე დარჩენა. თუნდაც უბრალოდ ისეთი ურთიერთობა ყოფილიყო, რომ უბრალოდ კითხულობდით ერთმანეთს, ან მეგობრობდით და მეგობრობის ფაზას ვერ გაცდა ეს ურთიერთობა და გაჩერდა ეს ურთიერთობა, მაინც იგივე განცდები აქვს და იგივე ტკივილი აქვს, რაც შეიძლება წლობით ნაშენებ ურთიერთობის დაკარგვას მოყვეს. აქედან გამომდინარე, თან აქ მომდის ისეთი ინფორმაცია, რომ ბოლომდე ნაბიჯსაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც გააკეთებს. თავს შეგახსენებთ, იტრიალებს და იმის დიდი ალბათობაც არსებობს, რომ ბოლომდე არ თქვას მიზეზი, არ იტყვის, რომ მომენატრე ან შეუცდი, ან ტკივა ამ ურთიერთობის დასრულება, რაღაც სულ სხვა მეთოდით იწყებს თქვენთან საუბარს და შეიძლება ეს საუბარი თქვენვე მალევე დაუსრულოთ, რადგან მოგეჩვენოთ, რომ უნაყოფო იქნება. დაგემშვიდობებით მეორეებო და ჩვენ გადავდივართ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მესამეებო და ვიგებ თქვენს შემთხვევაში, ვინ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და რისთვის. თქვენთან ნაბიჯს დგამს იმპერატორი. ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის თუ რა უნდა აქ. მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იცის ამ პიროვნებამ თქვენგან რა ენდომება, შეიძლება ჩამოწერილი სიაც კი ჰქონდეს, თუ რა სითხოს თქვენთან ურთიერთობაში, ან რა მოთხოვნები აქვს, ან რას წარმოიგენს, ან თვითონ რა სურს. აქ არის კონტროლის მოყვარული პიროვნება და აქ იმპერატორი ისე არ გადადგამს რაღაცა ნაბიჯს, თუ არ იცის იმ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოხდეს. აქ არის გამიზნული ნაბიჯი. თან იცით როგორი რაღაც თავდაჯერებული, ამაყი, რაღაცა ძლიერი პიროვნება არის. შემაწუხებლად ამაყი არ არის აქ, მაგრამ რაც ავტორიტეტიანი ადამიანი არის, რომლის ნაბიჯიც შეუძლებელი არის, რომ ჩავთვალოთ სულელ ურქმედებად, ან უყურადღებოდ დავტოვოთ, იმიტომ რომ მას რაღაც ისეთი ზეგავლენა ან ავტორიტეტი აქვს, ან უშუალოდ თქვენზე, ან ზოგადად ისეთი ადამიანია, რომლის SMS-საც მალე ვკითხულობთ, მალე ვხსნით, საქმეს გვერდზე გადავდებთ და პირველი ყურადღება მას უთმობთ. იმიტომ არა, რომ მასზე ან მიჯაჭვულები ხართ, ან სუსტები ხართ, ან რაღაც, რაღაცა შეიძლება მნიშვნელოვანი ადამიანი არის თქვენთვის და ამიტომ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება იყოს თქვენი შვილების მამა, ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. ეს არის რაღაც ერთთვიანი რომანი, მოკლევადიანი რომანი და ასე შემდეგ. რაღაც შეიძლება საქმიანი ზარიც კი იყოს. კარგი, ვნახოთ აბა, რას უკავშირდება ასეთ პიროვნების თქვენთან გამოჩენა მისი ნაბიჯი. რაღაც ძალიან ჩემი ფავორიტი წყვილი გახდით მესამეებო დღეს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან არხეინაცი ხართ, ხო? რაღაც როგორ აჩვენებთ ნახეთ ერთმანეთს, სულ რომ ტაროს პირველად უყურებდეთ, თქვენც კი მიხვდებით ამ ფოტოებით, თუ როგორი რაღაც ერთნაირი მუხტი გაქვთ ხასიათში, ხო? თვითონაც როგორი თავდაჯერებული და რაღაც თავადურად ის და თქვენც როგორი ხართ აქეთ ფრონტზე. თქვენს ურთიერთობაში რაც უნდა არეულობა იყოს, ორივე მშვიდად ხართ. უბრალოდ შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტი, რომ თქვენ ელოდებოდეთ მის ინიციატივას, შემოთავაზებას, დაპატიჟებას, ურთიერთობაში რესურსის ჩადებას და თქვენ ამას მიიღებთ იმპერატორისგან. აქ მოდის რისთვის, თქვენ მისთვის ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ პირველ რიგში, ფიქრობს რომ თქვენი თავის ფასი ძალიან იცით და თქვენც ამაყი ხართ მასწავით და არც თქვენ გაწუხებთ მისი ეს ხასიათი და მასაც არ აწუხებს თქვენი ეს ხასიათი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ფიქრობს რომ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც
ვინმეს ყურადღებას თხოვს, ან უბრალოდ შეიძლება არც კი გაინტერესებს. ანუ ვიღაც თუ ყურადღებას თქვენთან მოადუნებს, ავტომატურად მე თქვენი აღარც გაინტერესებთ, ესეთ ადამიანად გხედავთ. და რაღაცნაირად თავის ხასიათი დაინახა თქვენთან. თავისი რაღაც მუხტი იგრძნო თქვენთან. და მიუხედავად იმისა, რომ თქვი, რომ იმპერატორის ადამიანია, რომელიც რომლის ზარსაც ესე უყურადღებოდ არ ტოვებთ, თქვენ მის ზარს ძალიან ჩვეულებრივ ახელვების გარეშე, სირთულის გარეშე, ზედმეტი ემოციების გარეშე უპასუხებთ და მის, ასე ვთქვათ, შემოთავაზებას მოვფიქრობ აქ დათანხმდებით. ეს არის პაიმანზე დაპატიჟება. რაღაცა სოლიდური წვეულებად შეიძლება იყოს, ან რაღაცა ძალიან სოლიდურად ჩაცმულები, სადღაც წახვოთ, რაღაცა ფილმის სცენარს მაკონებს ახლა ეს სიტუაცია, რაც თქვენ შორის უნდა მოხდეს. Ну, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე არ არის და მასთან არანაირად ესეთი ურთიერთობა არ გექნებათ და სულ სხვა სიტუაცია გაქვთ და არც ესეთი პარტნიორი გყავდათ, რომელიც დიდხნიან ურთიერთობაში იყო თქვენთან და უბრალოდ ხვდებით ენერგეტიკულად, რომ რასაც ახლა უყვებით თქვენს ყოფილ ურთიერთობას არ ეხება, ну, თქვენთვის შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელმაც წამოიწყო რაღაც სახის ურთიერთობა თქვენთან, მაგრამ ჯერჯერობით რომანი არ არის. რაღაცა სიმპათიები არის თქვენ შორის, მაგრამ ორივე სერიოზული ადამიანები ხართ, ორივეს არ გჭირდებათ რაღაცა გართობა, ფლირტი. უბრალოდ რაღაცნაირად ერთმანეთს აკვირდებით, თან ეს პროცესი გსიამოვნებს და ეს პიროვნება როგორც იქნა ნაბიჯს გადმოდგავს და სადღაც დაგპატიჟებთ და უფრო გააღრმავებს ამ კავშირს. აი ეს ვარიანტი შეიძლება ჩავთვალოთ აქ. ყოველ შემთხვევაში ეს არის ყოფილი თუ ახალი თუ როგორი ურთიერთობა, იმპერატორი თქვენთან მოდის. რისთვის, ხო? ანუ რას ემსახურება ეს ნაბიჯი, ეს გვაინტერესებს იმისთვის, რომ რაღაც თქვენი თავშეკავებული ენერგია და თქვენს თავთან მოპყრობის რუტინა და ურთიერთობა მოსწონს და თქვენი სადღაც წაყვანა, დაპატიჟება და თქვენთან რაღაც დროის გატარება უნდა, ანუ არც ერთ არ გაკლიათ ეს ყურადღება და მეგობრები და ადამიანები, რომლებიც თქვენით არიან დაინტერესებულები, მაგრამ აი ეს რაღაც მუხტი და ენერგია თქვენ შორის ძალიან ძლიერია. დარწმუნებული ვარ, მიხვდებით რაზე ვსაუბრობ ამ ენერგეტიკაზე და ამ სიტუაციაზე, იმიტომ რომ ფოტოები თავისას საუბრობს, ან მაგარი პოზიცია გამოვიდა. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.